რომელიც ჩართული ხართ როგორც ვიცი სხვადასხვა თავდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად იმ პროცესებში რაც ეხება ქართულ ჯარს. ბოლოს მიმდინარე პროცესები რო გავიხსენოთ, გულისხმობ რეორგანიზაციას, რომელიც შეეხო 2250 თანამშრომელს, სამოქალაქო პირებთან ერთად იყვნენ სამხედრო მოსამსახურეებიც. ხომ არა ისახება ეს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე უარყოფითად და რა შედეგს მოიტანს ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის? იცით რა, პოლიტიკური თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ რომ ჩვენ თავდაცვის სისტემას სჭირდება რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია და იმის თაობაზე, რომ სისტემა უნდა იყოს უფრო ძლიერი, ამის თაობაზე პოლიტიკური თანხმობა მე რეალურად მგონია, რომ ფაქტიურად შემდგარი იყო და არის. არა მარტო დაუშვათ ჩემსა და სამინისტროს შორისა და ამ ჩვენ პარტნიორებს შორისაც და პრინციპში ამაზე თანხმობა რომ ქართული ჯარი უნდა იყოს ძლიერი, ამაზე ყველა თანხმდება. მე შემდეგი ნაბიჯი არის რეალურად რეფორმის განხორციელება და ის ნაბიჯები, რასაც რეფორმის მიმართ გადაიდგმება. ის რომ ოპტიმიზაცია იქნებოდა მტკივნეული, ეს ყველამ ვიცოდით. ამავე დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ ეს ოპტიმიზაცია ხორციელდება ერთი ან რამდენიმე მინისტრების მიერ და სისტემის მესვეურთა მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად. ხო, რატო გახდა ოპტიმიზაცია საჭირო? გამომდინარე იქედან, რომ გარკვეულად გაზრდილი იყო. თუმცა ასეთი მასშტაბური გაშვებები ჯერ არ ყოფილა უწყებაში ბოლო წლებში. ჩვენ არ ხო მესმის, თუმცა ბოლო წლებში იზრდებოდა შტატები. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი, რომ ის ადამიანები, ვინც გაუშვეს, ისინი არიან ჩვენი თანამებრძოლები. ის რომელიმე ოფიცერი და 123 სერჟანტი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, ვინც შეიარაღებულ ძალებში მუშაობს, ნებისმიერი ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მინისტრმა თავის დროზე, რომელიღაცა მინისტრმა, X მინისტრმა ან მინისტრებმა გაბერეს შტატები. ეს ადამიანები დამნაშავეები არ არიან, მათი სულის კვეთება, როცა ისინი მიდიოდნენ სამინისტროში სამუშაოდ, როცა ისინი მიდიოდნენ ჯარში სამუშაოდ, ეს სამინისტროში გაბერილია შტატები, თქვენ ამას ამბობთ თავდაცვის სამინისტროში. კი, ეს პრობლემა იყო. ამ პრობლემის საპასუხოდ ხორციელდება ეს ყველაფერი. ისინი ხო არ იყვნენ ამაში რაიმეში დამნაშავე, ისინი მიდიოდნენ სამშობლოს სამსახურში. ის რომ შტატები იყო ზედმეტი, ამ ადამიანმა არ იცოდა ხო ის მიდიოდა, რომ ემსახუროს სამშობლოს და ემსახუროს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას. შესაბამისად ისინი არიან ჩვენი თანამებრძოლები და ამ ძიმე ნაბიჯის გადადგმისას ჩვენ მათ უნდა მოვექცეთ როგორც თანამებრძოლებს და მათ ძალიან უნდა დეტალურად აუხსნათ რა სირთულეები არის, რატომ ხდება ეს საჭირო და ამ თვალსაზრისით რაც შეიძლება მეტი უნდა ვესაუბროთ მათ. არც ერთი მათთაგანი არ არის იმ სისტემაში მოხვედრილი, იმიტომ რომ უბრალოდ ხელფასის მიღება უნდა და ისინი არიან ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე მომუშავე ადამიანები. შესაბამისად, მათი უფლებები უნდა იყოს ზედმიწევნით დაცული. ისინი არიან ჩვენი თანამებრძოლები. გარკვეული სირთულეები და გაბერილი იყო შტატები, ეხლა ხდება ოპტიმიზაცია, შეიარაღებული ძალების უფრო ოპტიმალური კომპლექტაცია ჩვენი თავდაცვის უნარიანობის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ რა თქმა უნდა, მეტი საუბარია საჭირო, მეტი კომუნიკაცია, მეტი ახსნა ამ ადამიანებისთვის და მათი ინტერესების ღირსეული დაკმაყოფილება. მე მითხრა ჩვენ